სანეტარო ძილისპირულით გაბრუებულს კვლავ მომეჩვენა ზღვა. ჩემი შვილები ელისე და ენი. საოცრად ლამაზია აქაურობა. ბიჭობას კეიძე რაღაცეებს ვამუღამებთ რა ხო ხდებით არა. აგერ გოგოები კიდე მიწას თხრიან. ვინ არის და მე ვარ. ყოჩაღელისე, მიდი მამა, დახტი. ძალიან მაგარი ხარ. იცი მამა, აბა არ იცი. ასწორებს ხო მამი? კაი შეგრძნება. მიყვარ ხარ ძალიან. დედას ქოროღლი. აი რა მაგრა ვარჯიშობს. მუღამი უნდა მისცეთ ბავშვებს. ისე მაგრა დაევა საიხა. აი ამის კეთება. დარწმუნებული ვარ, მთელი დღე რომ მისცე უფლება, მთელი დღე იხტუნავებს ეგრე. არ უნდათ ბავშვებს ტელეფონები და რაღაც სისულელეები. აი ესეთი რაღაცეები. აი ჩვენ ნახე რა ყოჩაღ მამა. ძალიან მაგარი იყო. ყოჩაღ. ყოჩაღ. აი გარი. თქვენც ბედნიერები და მშვიდები იქნებით. ნაკლების ქროლეთ და მეტი გაერთეთ. თქვენ გითამაშიათ ხელბურთი, ჩოგბურთის სპორტით? აი ელისე მეთამაშება. მიდი მამა ისროლე. მაღლა აგდე მამიკო. მიდი 1 2 3. ყოჩაღელისეს. მეგობრებო, დამიჯერეთ. გამოთაყვანებულ და გამოიმებულ ადამიანებთან ურთიერთობას ბევრად ჯობია ბუნებაში, ან თუნდაც თბილისის ზღვაზე. გასეირნება. ნუ მოაწამლინებთ თქვენს ნერვებს. ასეთი ტიპის ადამიანებს, რომლებმაც თვითონაც არ იციან ამ ცხოვრების გან რა უნდათ, ვინ არიან და საერთოდ რა ხდება, მეგობრებო, აი ეგეთი ტიპები, თავიანთი ეგზისტენციალური აყლიოზით მიმართეთ სულიერ სიმშვიდეს, სამყაროს ნუ ეტყვით მადლობას, ღმერთს უთხარით მადლობა, იმიტომ რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთია და თავს ნუ გამოიყლევებთ იმითი, რაც ისედაც ძალიან კარგად იცით, რომ არ არის ისე, როგორც გვაჯერებენ რო არის. თქვენი თავის ბატონ პატრონი ხართ თქვენ. აბა თქვენ იცით, როგორც იტყოდნენ ძველი ბიჭების ბოგამ.